ინკოგნიტოს. მესამე კურსის ჟურნალისტი მარიამ ჯირკვაძე. უკვე ახალი წელი გვიახლოვდება და პროექტების სიმრავლეც შეიმჩნევა ჩვენს საეთერო ბანაზე. ჩვენი გადაცემა ახალ წელს უკავშირდება. და ჩემთვის უსაყვარლესი და მიგებელი მარინა გელაძე მოიწვია ჩვენ სტუდიაში. მოგესალმებით. We wish you a Merry Christmas. We wish you a Merry Christmas. We wish you a Merry Christmas and a Happy New Year. მედნიერი იყოს თქვენი მოსვლა ჩვენ სტუდიაში. 2025 წელი როგორია თქვენ წარმოსახვაში? რას ისურვებთ და გამართლებთ თქვენს მოლოდინს? მოგესალმებით, გილოცავთ ამდიშება ახალ წელს, ისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, ხვალის, ბარაკის, სიხარულის და სიყვარულის მომგანი ყოფილიყოს ეს წელი. რას ვისურვებთ? ვისურვებთ, რომ მშვიდობიან და ერთიან საქართველოში გვეცხრა. მოდით გავაგრძელებთ გადაცემის ჩატარება და ახლა სუფრაზე გადავიდეთ. კერძი, რომელიც სახალხო სუფრას ამშვენებს და თქვენს უპირობო სიყვარულს ამხიარებს. კერძი, ვფიქრობ, გოზინაკლი არის სახალხო სუფრისთვის ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც სიყვარულის და სიხარულის მომგანია ოჯახებისთვის. როგორც ჩვენს მაყურებელს უცხარი, ახალი დიოკლეტის საჯარო სკოლის მასწავლებელი ბრძანდება. როგორ შეხვდა ჩვენი სკოლა 2025 წლის მობრძანებას და რამდენად კარგად იყო მორთული სკოლა? რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ჩვენი სკოლაც ყოველწლიურად ირთვება, ბავშვებთან ერთად მხიარობთ, არის საჩუქრების გადაცემა, სუვენირები, სხვადასხვა საჩუქრების, რომელსაც ძალიან სიამოვნებით იღებენ მოსწავლეები, მასწავლებლებიც მონაწილეობას ამ ყველაფერში, იმართება ასევე საახალწლო ღონისძიებები, ინტელექტუალური თამაშები და ტრადიცია, რომელსაც ოჯახში არასდროს ღალატობთ. მაგალითად, ნაძვისხის მორთვა ერთად. სახალხო სუფრასთან ერთად შეხვიდა. თუ ქუჩაში დათვლილი ზუთები და დიდ ნაძვისხისთან ქალაქში ყოფნა. რა თქმა უნდა, ტრადიცია გვაქვს ასეთი, ოჯახში ხვდებით ყოველთვის ახალ წელს ერთად მთელი ოჯახი. კერძები, რომლებიც თქვენ სახალხო სუფრას დაამშვენებთ. ვფიქრობ, სახალხო სუფრას ყველა კერძი ხვდება, მაგრამ ერთ-ერთი დამორჩეული არის საცივი, რომელსაც აუცილებლად ვამზადებთ ყოველწლიურად. მეც მოგიგოცოთ ახალი წელი, ბედნიერება, სიხარული, ხვავი, ბარაკა, სიყვარული და ჯერა ის თაობა, რომელიც თაობას დღეს საქართველოს ყავს, ძალიან ბევრ კარგ და საინტერესო პროექტებს განახორციელებს თქვენ სკოლასთან ერთად. წარმატებები თქვენ სკოლას და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმად გაგრძელდება და ძალიან ხშირი სტუმარი იქნებით ჩვენი აუდიენს. ბედნიერად. როგორ ჩვენი ტრადიციული კითხვა. რას ვისურვებთ ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს ჟურნალისტებს? ვისურვებთ წარმატებებს ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს ძალიან საინტერესო და კარგი გადაცემა არის და მინდა უფრო ფართომასშტაბიან აუდიტორიისათვის იბრძოლოთ. დასაშვებს მივახლოვდა. მინდა დაგემშვიდობოთ და მადლობა გადაგიხადოთ გულწრფელი პასუხებისთვის. მადლობას მოგახსენებთ მოპატიჟებისთვის, მოწვევისთვის. სრულიად საქართველოს მიულოცავ ახალ წელს, უსურვებ ერთიან გაწმენებულ ქვეყანაში ცხოვრებას. მემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს ჟურნალისტი მარიამ ჯირკვაძე. ხუთი ჯერა დარეგისტრირებულ ხარ. დარეკე 599656525. მიღება დაიწყო. გულწრფელი სიყვარულის გარემო თქვენ გელოდებათ. გახდი ინკოგნიტოს დიდი ოჯახის წევრი, სადაც სიყვარული, სითბო, ურთიერთპატივისცემა და დაფასება ყველაზე პირველია. ჩვენი ოჯახის რაოდენობა დაახლოებით 14,000 ადამიანს გასცდა. მიყვარხართ ინკოგნიტოელებო და ზუსტად ვიცი, ყველა ჩემი კურსდამთავრებული არის იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც დედამიწას დღეს ფერებს მატებს.
მე ინკოგნიტოელი ვარ. ასე დაიწყო რეკლამის პირველი ნაწილი, როცა თაობების სხვადასხვა ნაკადმა გააკეთა. გახდი შენც ინკოგნიტოელი და იყავი ბედნიერი, ლაღი შენი წარმატებებით. ეძებე ადამიანში კარგი და მას აუცილებლად იპოვი. უბრალოება არასდროსაა საბრალოება. ღირებულებები ადამიანობით ფასდება. მოკლედ, იყავი მანჩოს დიდი ოჯახის წევრი. მანჩო ინკოგნიტო მუდამ თქვენს გვერდითაა.